მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, მოროშკინას პოდკასტია ეთერში. დღეს ხარება დღე არის და მინდა ყველას მოგილოცოთ მართლა ყველა მთელმა საქართველომ, თითოეულმა ადამიანმა გახარებულმა იაროს ამ ქვეყანაზე მეტი ბედნიერება არ არსებობს, ვიდრე გვიხაროდეს ერთმანეთის ამბები და უკლებრივ ყველა შევდედით ამ ერთმანეთში და დამთავრდეს ოდესმე იმიანებად, ამიანებად, იმისტებად და ამისტებად დაყოფა. ეს ჩემი დიდი სურვილია, იმედია რომ ოდესმე ასრულდება. ისეთი შეგრძნება არის, რომ სოფლიო საბოლოოდ გაგიჟდა. თუ ვადევნებთ თვალყურს საფონდო ბირჟებს, ხედავთ, რომ არნახული ამბავი არის. იქით ევროკავშირში ახალ-ახალი სკანდალებია ატეხილი კორუფციასთან მიმართებაში. აქეთ ბრიტანეთი რაღაც ახალ საგრანტო პროგრამებს აცხადებს და თითქოს ამით უნდა ჩაენაცვლოს რაღაც ძველ ფონდებს. მოკლედ, ერთი დიდი ესეთი ფაფა არის მოხარშული, ვიღაცა ამ ფაფას ურევს, სახელი ვერ დავარქვით, ვინ არის ეს ვიღაცა. ჩემი მოსაზრება დიდი ხანი არის და იქნება, რომ Deep State-ი არა, Deep State-ი რაღაცა უბრალოდ სახელწოდება, არამედ გარკვეული ოჯახებია, რომლებიც არიან, იყვნენ და იქნებიან. ერთია, როგორ შეიძლება მათი ურთიერთობა დანარჩენ მსოფლიოსთან, თორე ეს აბსოლუტურად ურყევი ორგანიზმია, რომელიც არც დაშლილა, არც დაიშლება და შესაბამისად ალბათ ჩვენ უნდა რაღაც ისე მოვიქცეთ და ისე გადავირჩინოთ თავი და ქართველებს ამის ნიჭი და უნარი ყოველთვის ჰქონდა, რომ არ მივიღოთ ძლიერი დარტყმები. როგორ არ მივიღოთ დარტყმები, როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან, ზოგადად რა დონეზეა კრიზისი მსოფლიოში, ამაზე ყველაზე კარგად ილაპარაკებს ლევან მამალაძე, სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე, რომელიც თავად არის ძალიან ბევრი პროცესის შემსწრე და ლევან მამალაძე, რომელიც მე ვთვლი, რომ ჩვენი დროების ერთ-ერთი საუკეთესო ანალიტიკოსია. ლევან, ძალიან დიდი მადლობა მოსვლისთვის. დიდი მადლობა ესეთი შექებისთვის, მინდა შევუერთდე თქვენს მოლოცვას, ყველას ხარება მინდა მოულოცო, მართლაც რაღაც სიხარულის განცდა უხალმა არ მოგვაკლოს და განსაკუთრებით მინდა დედაჩემს მიულოცო დაბადების დიაგ დღეს, ვერიკო პაიჭაძის და რა ვიცი, ჩემგანაც ქალბატონ ვერიკოს კი. მინდა რომ ყველაფერი კარგი. დიდი სიყვარულით. სიხარული კონოდა და ჯართება. შენი დედიკო, რომელმაც ძალიან ბევრი მძიმე მომენტი გადაიტანა. მათ შორის მამა შენის ესეთ ტრაგიკულად წასვლა, იმიტომ რომ ესეთი რეპრესიები იყო კონკრეტულად შენ ოჯახზე განხორციელებული. მე ძალიან კარგად ვიცნობ მთელ შენს ოჯახს, მეუღლეს დაიკოსაც და ჩვენ გვახსოვს ის პერიოდი და იმიტომ რომ ჩვენ ეს ყველაფერი გავიარეთ, არ გვინდა ამის გამეორება. ჩვენ თავები კი არ გადავირჩინეთ, ჩვენ ქვეყანასთან ერთად ვცდილობდით ჩვენი ოჯახები გადაგვერჩინა და რაღაცა ისეთი მოგვეტანა ჩვენი მუშაობით, ჩვენი ბიოგრაფიით, რომ რაღაცა პატარა მაგალითი ყოფილიყავით მომავალი თაობისთვის. მე ძალიან წინააღმდეგი ვარ, როდესაც ამბობენ, რომ თაობა არ ვარგა, თაობა გადასარევია და რამოდენიმე ერთეულით ვიმსჯელებთ ყველაზე. ლევან, მოდი დავიწყოთ იმ ძალიან საინტერესო ფაქტით, რაც ხდება საფონდო ბირჟის ესე ჩამოქცევა, ხო? აი ასეთი ხილული, ასე ტარიფების ვარდნა ძალიან დიდი ხანია არ გვინახავს და ეს არ არის მხოლოდ ეკონომისტების და ფინანსების საქმე, ხო? ეს ის ამბავია, რომელიც ყოველს ჯიბეს დაეტყობა. რა ხდება კონკრეტულად? საკმაოდ რთული პროცესები მიდის, უნდა ვთქვათ, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ საერთოდ არასტანდარტული მოდელი შეიმუშავა მსოფლიოს გადალაგების, მოდი ესე ვთქვათ, და ახალი წესრიგის ჩამოყალიბებისა. ჯერ ბევრი ვერ მიეჩვია, იმიტომ რომ გლობალურად ყველა სახელმწიფო და ლიდერები სხვათა შორის იყვნენ ამ რო იტყვიან ლიბერალური რაღაც დემოკრატიის, ესე დავარქვათ, რომელმაც გარყვნილობისა და ფაშიზმის სახე მიიღო. აი ამ რეჟიმში, აი ეს გლობალური ტრენდი იყო, რო ესე ვთქვათ. ტრამპის მოსვლით აბსოლუტურად სხვა თემები წამოვიდა, იგივე თქვენებად პარტნიორობის, მეგობრობის, სამხედრო კავშირების, იდენტობის და ყველაფრის. ტრამპმა სხვა სტანდარტი დააფიქსირა, რომელსაც ახლა, აი ვთქვათ, მსოფლიოს შეთავაზა და მიდის, ყოველთვის თქვენ ფაფა აღნიშნეთ, მიდის გადამუშავება, რო იტყვიან და შეგუება. და საინტერესო იყო თვითონ ტრამპის განცხადებაც, მათი ფინანსთა მინისტრის განცხადებაც, თქვა რომ თქვენ რეაგირება არ მოახდინოთ ძალიან მკვეთრი და გადახედეთ იმ საკითხებს, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ. თუ კი ავიღებთ ახლა აი რამ გამოიწვია საფონდო ბირჟების ჩამოშლა, ეს არის ახალი დღე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო, ახალი შემოთავაზებული წესი ტარიფებით დარეგულირება ამერიკასთან ურთიერთობისა. ხა ბევრმა ვერ გაიგო რას ნიშნავს ეს და რატომ არის აი ესეთი ტარიფები.
ძალიან მარტივად გააკეთეს, აიღეს ექსპორტ-იმპორტის შედეგები, ვისთან რა სავაჭრო ბალანსი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც ეკონომიკით ყველაზე დიდი და წარმატებული ქვეყანა არის და სადაც ჰქონდათ მინუსი, ანუ მათი იმპორტი უფრო მაღალი იყო ვიდრე ექსპორტი, მათ დაუწესეს მაღალი ტარიფები და სადაც არ იყო ესეთი მსგავსი დაბალი ტარიფები. მაგალითად ჩვენ სომხეთი და აზერბაიჯანი. ყველაზე დაბალი ტარიფი არის 10%, რომელიც მათ დააწესეს. არც არაფერი არ აგვაქვს და შესაბამისად 10%-ს დავჯერდეთ. მაგრამ აი უყურეთ საქართველოს თუ 10% დაუწესეს, აქ სხვა მომენტია 63% დაუწესეს მოლდოვას. გონიათ ვაჭრობა აქვს და არა, აქ პოლიტიკური მომენტიც არის, იმიტომ რომ ამ მოლდოვაზე ისინი თვლიან, რომ იქ ევროპის არასწორი ჩარევა მიმდინარეობს, ვიცე-პრემიერმა ვენსმაც ახსენა ის, იმიტომ რომ იქ ევროპელები რეკლამას უკეთებენ, იქ მედია და ეს თავისუფალი მოქმედება აკრძალული აქვს, მაია სანდოს, რომელიც გამოდის და რაღაც. ხო, ნუ მოლდოვას უბედურება დიდი ხანია ვიცი. და ასევე ბალტიისპირელებსაც შესაბამისად შედარებით მაღალი დაუწესეს. აქ თუ ვიტყვით ევროპის წამყვან ქვეყნებზე, საფრანგეთთან დაკავშირებითაც მაღალია, განსაკუთრებით კიდე ცალკე გამოაქვს მარტო, ყურეთ როგორი თემაა, მარტო ქვეყნებს ზოგად ტარიფებს კი არ უწესებს შეერთებული შტატები, ასე ცალკეულ პროდუქციასაც, მაგალითად სპირტიან პროდუქტებს, ღვინოს და ასე შემდეგ 200%-იანს უწესებენ. ხა წარმოიდგინეთ ფაქტიურად ეხლა აღარავინ ვეღარ შეიძლება შეიტანო, მაგრამ აღარავინ აღარ იყიდის. და ეხლა რატო აკეთებს ამას ტრამპი? თუ კი შევხედავთ, აი ჩინეთთან იყო 42% თუ არ ვცდები, აი მიახლოებით 40%-ის ფარგლებში იყო, თუ 24% იყო ჩინეთთან. სია შეგვიძლია ვნახოთ და ჩინეთის შესაბამის საპასუხოს აკეთებს. ფათაშორის კარგი შეამხანაგება, საინტერესო შეამხანაგებები გამოდის ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია ერთად ფიქრობენ. ეხლა ეს თქვათ სამხრეთ აღმოსავლეთის ბაზარი დაიცვან, სადაც პრიორიტეტი რა თქმა უნდა ჩინეთს აქვს, ისე დაიცვან, რომ აი ეს ამერიკის შემოგებულმა ტარიფებმა ნაკლები ზეგავლონა მოახდინოს მათ ბაზარზე. ამიტომ შეერთებული შტატების მიერ ეს გადადგმული ნაბიჯი იმიტომ არის ჩვენ რატომ ხდება, რომ თავისი ბაზარი განავითაროს, ხო? რატომ ანავითარებს ახლა? წარმოიდგინეთ, სტაგნაციაში შესულია შეერთებულ შტატებში დეტროიტი ფაქტიურად დაიკეტა. აი სოფლიოში ყველაზე დიდი ავტომწარმოებელი ცენტრი, რო იტყვი, აღარ მუშაობს და რო ნახოთ კლასიკა ამერიკული. იმას ნანგრევებს დაემსგავს, ხალხი აღარ ცხოვრობს, იმიტომ რომ იმდენად დიდი ბაზარი დაუთმეს იაპონურ, ევროპულ, კორეულ, ესე იგი ავტომანქანებს, რომ თავიანთი ავტოწარმოება ფაქტიურად გაანადგურეს. წარმოება კიდევ იმის ლითონების წარმოება, რკინის წარმოება, ფოლადის წარმოება და ასე შემდეგ, ხო? ფოლადით გაივსო ამერიკა, ევროპული, თურქული, რუსული, კიდევ სხვა ქვეყნების, ესე იგი ფოლადით. რუსეთი ახლა ჩაკეტილია, მაგრამ შეხედეთ როგორი სიტუაცია, ფოლადის წარმოება ფაქტიურად აი განახევრდა და უფრო ნახევარზე ნაკლებიც გახდა. და უამრავი ქიმიური წარმოები და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ტრამპმა გადაწყვიტა ჩვენ გამოდის რომ ვართ მარტო მომხმარებელი, აღარა ვართ წარმოებელი. წარმოებლების ფუნქცია გადავიდა უკვე ჩინეთზე გადასული და ჩინეთი რო გაამდიდრა ამერიკამ რა თქმა უნდა. ამიტომ ვიცახით ჩვენ სამხრეთ აღმოსავლეთის ბაზარი რა დავარქვათ. აქ შედის ეს უკვე ვიეტნამიც ესე განვითარდა, ეხლა როგორი ქვეყნებია ეს ვიეტნამის რო ნახოთ, ეხლა შიდა ეროვნული პროდუქტის მატება აქვს რაღაც სასწაული. იმიტომ რომ აი სწორედ ახალი წარმოებები და ახალი პროდუქციის გამოშვებისთვის ახალი ქარხნები აშენდა. ამიტომ ტრამპმა დაარტყა რო იტყვი არ მუშტი მაგიდაზე და თქვა რომ აი ესე აღარ გამოვა, არც მეგობრობა, მაგრამ ბიზნესი, ესეთი მიდგომა აქვს მათ და შემოიღეს ეს გადაწყვეტა. ეხლა ამას მოყვა რა თქმა უნდა სერიოზული დარტყმები. დარტყმა ერთად გაგითხრა, ევროპელები ძალიან შეურაცხყოფილები იყვნენ, იმიტომ რომ თქვა ეს რომ აი როგორც დოღზე ხდებაო, რაღაც ცხენებს რო ფასებს უწესებენო დაახლოებით ასე დაფა დაიჭირა ხელშიო და გეგონება დოღზე ვიყავით. ანუ ძალიან შეურაცხყოფილები არიან. ეხლა ამერიკაში ხო დამეთანხმები რომ არაორდინალური სიტუაციაა, ძალიან დიდია უკმაყოფილების ტალღა. ეხლა იმაზე საუბარი რომ ილონ მასკმა ან ტრამპმა რაღაცა ფინანსებში რაღაცა ვერ გაერკვიან და არიციან, მაგასაც ვერ ვიტყვით, ხო? ორივე არის მილიონერი გაცხადებული და ოლიგარხი თავისი ქვეყნის. მით უმეტეს რომ ასეთი წარმატებული როგორც ილონ მასკია, ხო, თავის სფეროში და აი რა უნდა ხდებოდეს ასეთი
და როგორ უნდა გამოვიდნენ ამ კრიზისიდან, შიდა კრიზისიდან. ხა ჩვენ რატო გვაინტერესებს, ხო, იმიტომ რომ ასე თუ ისე ყველა ეს დოლართან დაკავშირებული რყევები ჩვენს გვაინტერესებს, ჩვენ ქვეყანაში რა იქნება, ხო? ხა მოდი თუ შევხედავთ ხა ილონ მასკთან დიდარ ადამიანებს, ძალიან რომლებიც ამ საბირჟო ვაჭრობებს თავის ფონდებზე იყვნენ მიმულები, თავიანთ აქციებით ვაჭრობა მიდიოდა ბირჟაზე, იქ ძალიან დიდი დარტყმა მიიღეს, იმიტომ რომ აქციების ფასმა დაეცა და მილიარდობით თანხა დაკარგეს. მარტო ამერიკის ნიუ-იორკის ბირჟიდან რო ავიღოთ ჯამში იქ NASDAQ-ი, სხვები, აი სხვა მსგავსი მაჩვენებლები, რომლებიც არის ტექნოლოგიური თუ თქვათ ნედლეულით ვაჭრობის მიმართულებებს არეგულირებს ბირჟები, ხომ? იქ როგორც გათვალეს, ეხლა მონაცემები იყო, რომ ტრილიონ ნახევარზე მეტი საერთო ჯამში დანაკარგი გამოსულა. ჩამოშლა ეს, ხო? ხა, უყურეთ შევხედოთ რა, როგორ აიცით ეს ფონდებით ვაჭრობა, აქციებით ვაჭრობა და ასე შემდეგ ეს არის როგორა ვირტუალური ნაწილი, რომელიც მიმულია რეალურ ნაწილთან, ხო? ტრამპს უნდა სხვანაირად გაკეთება, რომ რეალურ ნაწილში განახლდეს ეკონომიკა, წარმოება გადმოვიდეს ამერიკაში და ეს პროცესი დაწყებულია, ევროპის დეინდუსტრიალიზაციის პროცესი ჯერ კიდევ შარშან დაიწყო აქტიურად ამ რუსეთთან ომის შედეგად, უკრაინის ფრონტზე მიმდინარე პროცესების შედეგად და ამერიკაში დაიწყეს გადმონაცვლება. აი ნახეთ მონაცემები გერმანიის რა არის, საფრანგეთის, მინუსებში არიან რა. შეერთებულ შტატებში მატება, მაგრამ ეხლა აი ეს მომენტი სწორედ განაცხადა სპატოშ ტრამპის ადმინისტრაციამ, ცოტა ხანი მოიცადეთ, ანუ რას ნიშნავს, უცბად ქარხანა არ აშენდება. ანუ შოკური თერაპია, რა თქმა უნდა, პირდაპირ თქვა, იყო ავანტყოფის ხეულიო და ჩვენ ოპერაცია ჩაუტარეთო. ეხლა ტრამპის სიტყვებია, ციტირებ ფაქტიურად რა. მიახლოებით ესე თქვა. ეხლა სხეული რა სოფლიოში ეკონომიკა იყო და საერთოდ პოლიტიკური ურთიერთობები იყო რაღაც ავანტყოფურ ნიადაგზე და ძველზე. სხვადასხვა ეს მიდის უკვე რამდენიმე ათეული წელია ის სტანდარტი, რომლითაც ეხლა სოფლიო ცხოვრობდა ტრამპის ადმინისტრაცია აბსოლუტურად სხვა რეჟიმი შემოთავაზა. ესე იგი, თუ კი პროგნოზს გავაკეთებთ, რა მოხდება? ჩემი პროგნოზი, რაცაც უყურებ მონაცემებს, იქნება ცოტა ესეთი რაღაცა რყევები, турბულენტური ზონაში შესულია ფაქტიურად მთელი მსოფლიო, რყევები იქნება, მაგრამ ამერიკა ამით მოიგებს. იმიტომ რომ ინვესტიციები წამოვა ყველა ვარიანტში, ტარიფების შედეგად ადგილობრივ წარმოებას გაზრდის, ესე იგი ბიზნესს განაახლებს, განავითარებს, როგორც მსხვილს, ასევე საშუალო ბიზნესს, ესე აქვს გათვლილი მაგათ და ამერიკა უფრო მდიდარი და გავლენიანი გახდება. ამაზე აქვს გათვლილი. ხა სამხედრო კუთხით გავლენა ერთია, ეკონომიკური კუთხით გავლენა მეორე. რომ შეხედეს რა ტენდენციები მიდის, როცა დოლარის უკვე გაუფასურება ხდება, იმიტომ რომ ადრე ხომ მთელი მსოფლიო რესურსები დოლარზე იყო მიბმული. ეხლა საუდის არაბეთი, რუსეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები ფაქტიურად გამოდიან, ბრიქსის ქვეყნები გამოდიან. ხა ომს ხო არ დაიწყებენ ამის გულის, მაგრამ ტრამპის ერთ-ერთი ბერკეტი არის, რომ ტარიფების რეგულირების საშუალებით დოლარი გააძლიეროს და თავისი ეკონომიკა გააძლიეროს. ეს გათვლა აქვს მაგათ. სხვადასხვა აქ უნდა ერთი მნიშვნელოვანი დეტალსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, თქვენ ილონ მასკის ფაქტორი აღნიშნეთ, ხო? ზოგი მარჩელობს აი რა უნდა ილონ მასკს. ილონ მასკს აქ ეს ჩემი მოსაზრება და ნახოთ ეს გამართლება თუ არა რა. ილონ მასკის თავარი ამოცანა ის კი არისო უბრალოდ მოსულიყო ჩინოვნიკად ადმინისტრაციაში, მისი სიტყვებისა და გამოსვლების ანალიზიდან შეიძლება დავინახოთ. და რაც მას ჩააბარეს, რა სახელმწიფო ეფექტურობის სამსახურია, ხო? თავრობის ეფექტურობის. ანუ ეფექტურობამ რა მოუტანა? ჯერთ ეს გაუგებარი აი მართლა კორუფციის ბუდე რაც იყო ეს არასამთავრობოები USAID ისა ჯანდაცვის ორგანიზაცია ასე შემდეგ ჯერ მარტო იქიდან მიახლოებით 100 მილიარდი ეკონომია გააკეთა მერე სხვა სულ 130 მილიარდი გააკეთა რა მონაცემები მაქვს აი ეს რაღაც გაუგებარი თავისუფლების ხმა და ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება და რაღაცა ეს და გავლენის მოხდენის და რევოლუციების მოწყობის საშუალება ამან ფაქტიურად ეს გააჩერეს ეს გაუგებარი რაღაც არასამთავრობო თუ ეს დაფინანსებები რაც იყო USAID-ის ძირითადი მიმართულება გააჩერეს ასევე საპენსიო ფონდში წესრიგი დაამყარეს მილიონობით ადამიანი ღებულობდა არ არსებული მკვდარი გარდაცვლილი ადამიანები ღებულობდა პენსიას მილიარდებზეა ლაპარაკი და ფაქტიურად ეხლა რაც აი წინასწარი მონაცემები შეიძლება ითქვას მიახლოებით 300 მილიარდის ეკონომია გააკეთა მარტო ილონ მასკის ქმედებამ
ეს კიდე დასრულებული არ არის. მაშინ რატო ყავს ამდენი უკმაყოფილო, რა ხდება? რა თქმა უნდა, უკმაყოფილო ეყოლება. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ საპენსიო ფონდში მილიონობით ადამიანი რო ხე პენსიაზე არ არსებული. ვიღაცა ხო იღებდა ამას. ვიღაცა ჯიბეში ხო ნაწილი. ის ვიღაცა გამოდის ხა მონო სიძახი. მე ეს ხო დემოკრატიული პარტიის შექმნილი მიმართულებებია და გამოიყვანეს ეხლა და აი ამ ტარიფების და იმის გულისთვის ატეხებს მთელი ეს პოლიტიკური ბრძოლა გასაგებია, მაგრამ შინაარსობრივად ხსნი რა ხდება? ეხლა მოსულადნელია კიდე გამოვა ხალხი და დემოკრატიული პარტია ტრამპის წინააღმდეგ გამოიყვანს კიდე ხალხს. მაგრამ მიზან ჩვენ ახლა ვშიფრავთ რა მიზანი? რეალურად რაზე ფიქრობთ? საერთოდ ეხლა რატო ვამბობდი მე ილონ მასკის თემას რომ ჩემის აზრით როგორც უყურებ საერთო გლობალ პლანეტარული მასშტაბიდან გამომდინე რომ გავწდეთ რა უფრო ესეთი პიროვნება ილონ მასკი. იცით ეხლა რასაც აკეთებს მე საერთოდ უცხოპლანეტელი მგონია. შემდეგ, ჰა? მე უცხოპლანეტელი მგონია. ნუ შეიძლება უცხოპლანეტელი იყოს, შეიძლება იყოს, მაგრამ მისი მთავარი ამოცანა არის რომ ჩვენი აი რო იტყვიან ჩვენი დედამიწისეული პარადიგმა შეცვალოს და უფრო სხვა არეალში გადავიდეთ. მან ეხლა ფულის ეკონომია გააკეთა, ფულის ეკონომია გააკეთა რისთვის? მათი მთავარი ამოცანა რა არის, რაც განაცხადეს არჩევნების წინ, რომ თვარეზე და მე შემდგომ უკვე მარსზე. ნეტა იცის ერთი მარსზე ბაზის შექმნა. ნეტა იცის რამდენი ტესლას ტაქსი დადის თბილისში. მე მგონი მსოფლიოში არ არის ასეთი რაოდენობა. ეს დიდ მაგრები ვართ ჩვენ. ასე რომ ილონს რო გონია რაღაც საოცრებას ქვის ჩვენთან ჩვეულებრივ ტაქსები დადის მის. იცი რა არის? კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდაო რა რაღაცა რაც არის ჩაფიქრებული, მათ შორის რაღაცა ციფრული ფული, მათ შორის კიდევ რაღაცეები, რაღაცა ეს ჩვენ ერთხელ შეიძლება ისეთი უაზრობა იყოს და დამთავრდეს ყველაფერი. კონკრეტულად აი მე დიდი ხანია მივხვდი ერთ რამეს, რომ დიდ პროგნოზებს წლობით წინ ვერ აკეთებ, იმიტომ რომ ისე იცვლება, ისე უცებ იცვლება, ყველაფერი აზრი არ აქვს. აგერ დადგება მაისი, მე რა მაინტერესებს ახლა ისევე როგორც ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, დადგება მაისი და 1 მაისიდან საბანკო რაღაც ამბები საქართველოში იცვლება და ანუ შენ შეგიძლია წინსწრებით გადაფარვა, ადრე თუ 2% გჭირდებოდა ბანკიდან ბანკში გადატანაზე რაღაცა გარკვეული თანხის, ეხლა იქნება 0.5%. ეხლა ეს ყველა ხო არ კეთდება, ამას თან ერთვის ის, რომ ქალბატონი თურნავა, ესე ჩინეთთან ერთად აკეთებს ძალიან კარგ განცხადებებს, ხო, ბანკებთან ერთად, რომ ეს საბანკო სისტემა ჩვენთანაც შემოვა და შესაბამისად ხო წარმოგიდგენ როგორ ამოისთქებს ადამიანი, რომელსაც ეცოდინება რომ ის გაუნახავდება ის პროცენტი, რასაც იხდის, შეიძლება გამეოთხეთდეს და პლუს კიდე წინსწრებას აღარ იხდის. ანუ აი ეს ყველაფერი რაბმაში არის, კაი, დოლარი თუ ესეთ მძიმე ვითარებაშია გავიგეთ და შეიძლება ამ მომენტში ჩვენ სულ არ გვაინტერესებდეს დოლარი, იმიტომ რომ ჩინური ინტერესია ძალიან დიდი. როგორ ფიქრობ, აი მაისში რა იქნება საქართველოს საბანკო ცხოვრებაში? აი, მე თქვენ გაზაფხულია, მოდის მაისი, ხო იცით გამოთქმა რო. ხო და შევხედავთ ესე იგი რა იქნება, ტენდენცია საკმაოდ დადებითია, როგორ აიცით, ჩვენ შინაარსობრივად მაინც ევროპული ქვეყანა ვართ, საქართველო. ყოველთვის ესე იყო რა. მიუხედავად ჩვენი განლაგებისა, მაგრამ ჩვენ გვაქვს უნიკალური საშუალება, სწორედ აი ამ გადაჯვარედინზე გამოვიყენოთ ყველა აზიური ფინანსებიც გამოვიყენოთ. ჩინეთი არის ერთ-ერთი უმსხვილესი წყარო დაფინანსების ინვესტიციების ეხლა ჩინელები არსად არ მიდიან და არ გთხოვენ რომ შენი მენტალობა შეიცვალო და შენი ტრადიციები შეიცვალო ხო ამას არ შეწყვიან მათი ინტერესი არის ზები გაყავთ უბრალოდ ხო მათი ინტერესი არის რომ შექმნან ბაზა სადაც შეიძლება მათი პროდუქციის რეალიზება ან მათი პროდუქციის ტრანზიტი გაადვილებული ტრანზიტი აი ამაში ვჯდებით ჩვენ და ამიტომ ხშირად მithქვამს ახლა რატო იმიტომ რომ ჩინეთი ჩაკეტილი ამერიკის მიერ ზღვაზე ვაჭრობით ხო ნატოს წევრი ქვეყნები რამე რომ მოუნდეს ესე იგი ამ სამხედრო ბლოკ შეუძლია ჩაკეტოს ჩინეთი და მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს სახმელეთო სარკინიგზო მიმართულების განვითარებას და საქართველოს აქ არის წამყვანი რო იტყვიან მოთამაშე რა ამ რგოლში ეს ანაკლიის თემაც ამას უკავშირდება და მთელი კომპლექსია ანუ ეს საბანკო თემა ძალიან რეალურია ხო საბანკო თემა არის ძალიან მარტო რეალური კი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ აი როგორი ბანკებთან ხო გაქვთ ურთიერთობა იმდენად თავართ მიბმული ჩვენი საბანკო ძირითადი ბანკები მიბმული არის ამერიკულ სისტემაზე რომ დღეს ამერიკელი დამფუძნებლები საქართველოს ბანკი იქნება TBC თუ სხვები კარნახობენ წესებს ვიდრე ნათია თურნავა რომელიც მოწადინებულია რომ საქართველოს საბანკო სისტემა დაიცვას თვითონ დაიცვას სისტემა დაიცვას
აი შიგნით, მაგრამ ტრანზაქციებს ბლოკავენ, არ მოეწონებათ, რაღაცა ზედმეტ კონტროლებს აწესებენ. აი ვინც ბიზნესმენებს კარგად იციან ეს ისეთი რაღაცეები ხდება გაუგებარი და რამდენიმე დღე ტრანზაქციები გაჩერებულია, იმიტომ რომ ეს ვიღაცა ვერავინ ვერ დაადგინა ვინ არის. იმიტომ რომ ვინ არის ისევ აი ამ დამფუძნებლების მხრიდან, ამერიკული საბანკო სისტემის მხრიდან დაწესებული კონტროლი. აი წარმოიდგინეთ რამდენად დამოუკიდებელია ჩვენი საბანკო სისტემა. ეხლა სრული დამოუკიდებლობა არ არის. და შემოვიდა თქვა კიდევ ერთი მოთამაშე. აი მაგაში კარგად თქვით თქვენ. როგორც კი შემოვა ჩინეთის უმსხვილესი ბანკები, ალტერნატივა შექმნის კონკურენციას და კონკურენციის პირობებში ჩვენი მოქალაქე მხოლოდ მოიგებენ. 100% განაკვეთის კნება და ასე შემდეგ. მე ხარ შეკითხვას ვსვამდი ჩემს მეგობრებთან, რომ აი როგორ მოერევა, იგივე თქვა ჩინური ბანკი და მე მითხრეს, რას ლაპარაკობ დათვალეო, ნუ რამდენი 3 მილიონი არც არის დღეს საქართველოში მაცხოვრებელი, ხო? აქედან ხა 3 მილიონს ხო არა, იქ ზოგი არასრულწლოვანია, ზოგი უკვე ასაკშია, ხო? ანუ სადღაც ნახევარია ალბათ სავარაუდოდ ადამიანები, ან მილიონი შეიძლება არ იყოს, რომელსაც ბანკთან აქვს უშუალო შეხება, იპოთეკური სესხებია თუ საკრედიტო თუ რაღაც სხვა სახის ამბავი. ეხლა ჩინეთისთვის ოპერირება 1000 პერსონასთან არაფერი არ არის, იმიტომ რომ ეს ბანკი მიჩვეულია მილიარდებთან ურთიერთობას, ხო? შესაბამისად, ეხლა მილიონის გამკლავება საბანკო სერვისებით მათთვის რთული არ უნდა იყოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ თქვა ალბათ ის ბაზის ბანკი, რომელიც ეხლა ჩინური ინვესტიციით არის, ხო? და ალბათ ჯერ ბაზის ბანკი შემოვა მთავარ ეს ოპერატორად და დანარჩენი ჩინური ბანკები, რომლებიც ესე აედევნებიან გზადაგზა და არც ისე ბევრი ვართ, რომ ჩვენი დაკმაყოფილება ვერ მოხდეს და მე ვფიქრობ, რომ თუ მაისში მოხდება ესეთი ფინანსური ბუმი და აღმავლობა საქართველოში, ანუ თუ ჩვენ გაგვიორმაგდება ბიუჯეტი, რახან ნახევარს გადავიხდით იმისას, რასაც ვიხდით, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ბიუჯეტი ორმაგდება, ხო? აი ეს ხო იქნება, ნუ რაღაცა წარმოუდგენელი წინსვლა. აი ეხლა ძალიან მიჭირს ამის წარმოდგენა და ღმერთმა ქნასაც ასე მოხდეს. არა, სწორედ მაგას უსმებ მე ხას, რომ კონკურენცია ქმნის უკვე უფრო მეტ შესაძლებლობებს და უფრო მეტ შეღავათებს, იმიტომ რომ ყველა შეეცდება მომხმარებელს გაუკვეთოს უფრო კარგი წინადადება. მომხმარებლები ჩვენა ვართ, ეს არის მოქალაქეები, ეს ბიზნეს სექტორი და ასე შემდეგ, ხო? იგივე საკრედიტო სისტემა, ეს ყველაფერი ჯამში საშუალებას მისცემს იგივე საქართველოს ეროვნულ ბანკს. ეს რო ესე მოხდეს, მოდი ესე დავუშვათ, ახალი საბანკო, ესე იგი წყაროების შემოსვლა, ახალი საფინანსო ესე იგი შემოდინებები, ეს იძლევა საშუალებას 100% განაკვეთთან მოიკოლოს. 100% განაკვეთის მოკლება წარმოიდგინეთ ამ ხელაშუება იქ მთლიანად მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, განსაკუთრებით მცირე ბიზნესისთვის, რომელიც აი სულ დარბის და ეძებს რაღაცა დაფინანსების წყარო მიიღოს, გარდა იმისა, რასაც სახელმწიფო შეიძლება ეხმარებოდეს, ხო? აი ეს პროგრამები რომ არის. ეს ერთმანეთთან გადაჯაჭვული სიტუაცია, ამიტომ ჩვენ მივესალმებით ამ ამბავს პირიქით ღმერთმა ქნას ესე გამოვიდეს და რამდენიმე თვეში შემოვიდეს ჩინური ბანკები, რომელიც საბანკო სისტემას ჩვენთან და მომსახურებას გააიაფებს. კონკურენცია ყოველთვის გააიაფებისკენ წაიყვანს ამ სიტუაციას. ეს შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს და ეს ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ეხლა ვიცი რა წარმოვიდგინოთ, ეხლა ვინც ვიცით, ხო, თქვა ევროპელი როგორ მომსახურებას იღებდა ბანკებიდან, ეს ბოლო წლებია, როცა ევროპაში წაირია სიტუაცია და ხა მით უმეტეს ამდენი დევნილია, ეს რაღაცა ცოტა ისეთი რთული პროცესები მიდის, ხო, ევროპაშიც იქ ბრიქსი და ყველაფერი. მანამდეც 1 და 2% ქონდათ ევროპელებსაც, ხო, სხვანაირად როგორ იშენებდნენ სახლებს, როგორ გამოყავდათ მანქანები, მთელი ევროპა ცხოვრობდა ესე კრედიტის ხარჯზე, ისევე როგორც ამერიკა, მაგრამ იმდენად დაბალი იყო 100% განაკვეთი, რომ რა თქმა უნდა აწყობდათ და მართლა მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილები იყვნენ და აქ საქართველოში ადამიანი ისე ბერდება და ისე შედის მართლა ესე სიბერეს ისე ხვდება, რომ არც არაფერი არ უჭირავს ხელში. ბანკი აღარ აძლევს არაფერს საერთოდ, ანუ 60-ზევით ისეაც რთულია რაღაცა 2 კაპიკის აღება ბანკიდან, ხო? ანუ ჩვენ ვართ მარწუხებში, სრულიად აი ესეთი მარწუხული სისტემა არის და ღმერთმა ქნას რომ შევძლებთ, თუ შევძელით აქედან გამოვედით და მე რიცი რა მგონია, აი ეს რამოდენიმე ათეული, რომელიც ბოდიალობს ქუჩაში, ხო, ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. იქ იმდენად იქნება სოციალური აფეთქება, ოღონდ დადებითი და არა უარყოფითი, რომ ის თემებიც თავისთავად დალაგდება, იმიტომ რომ მე ჩემ თავს უსვამ შეკითხვას, არა მთავრობას, იმიტომ რომ უკვე ძალიან სასაცილოა რომ ხედავ რომ 10 კაცი გამოვიდა და ქუჩა ისე ვიკეტება. რას ელოდებიან და რას ველოდებით, მე ვფიქრობ, იქნებ ისეთი პროცესები დაიწყოს, თუ ძალიან ოპტიმისტი ვარ.
არა იცით ჩვენ საერთოდ ჯობია გავთვალოთ ყველა საფრთხეები საიდან რა არის მოსალოდნელი და საფრთხეები ჯერ მოხსნილი არა გვაქვს თორე საკმაოდ რთული პროცესები მიდის მთლიანად სოფლიოში გადალაგება და მით უმეტეს აი ამ მიჯნაზე საუკეთესო რაც შეიძლება მოხდეს აი ეს მიჯნა უფრო საშიშია. აი ყურეთ როგორ ერთი არის ჩვედის შიდა პრობლემა, მეორე გარე ფაქტორი. იმდენად რთული გარე სახიფათო გარე ფაქტორები გვაქვს, რომ ამის გარეშე ჩვენ ვერ ავაწყობთ მომავალ, აი ვერ ავაშენებთ momავალს, რა. იმიტომ რომ ზოგი მეგობარი, რომელიც გონია, შეიძლება ის მეგობარი ჩასაფრებული იყოს და შენი ტერიტორიის ექსპანსიაზე ოცნებობდეს, ხალხის შემოყვანაზე. ზოგი კიდევ გონია რომ მტერია და მისი ინტერესები ამ შემთხვევაში ჩვენთვის ხელსაყრელი იყოს. აი ჩვეულებრივია მუდმივი და მეგობრები არ არსებობენ ამ პრინციპით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება, სადაც ჩვენ შუაში ვართ მოქცეული და ისტორიად თუ შევხედავთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ნაბიჯები გადაგდოთ. არავინ არ არის პოლიტიკაში მეგობარი, არც ერთი ქვეყანა არ მხოლოდ ინტერესებია. აი მან ტრამპის მოსვლა დაგვანახა. ხო და მიჩვეული იყო ევროპა და მოდი ნატოს დაგვაფინანსებენ, შეგვინახავენ თავდაცვის უზრუნველყოფას გაგვიკეთებენ და კარგად იყავით და უთხრა გადაიხადეთ 5% შიდა ეროვნული პროდუქტის და მაშინ დაგიცავდა თუ არა და რაც გინდათ ისკენით. აი ამიტომ სამწუხაროდ ჩვენ ასევე უყურეთ როგორი თემა, რატო გავუსვი ახლა ამას ხაზი, იმდენად იცვლება ყველაფერი, ახლა მარტო ევროპაში შეხედეთ. აი უყურებდი სხვათა შორის გუშინ ინფორმაციას 2 დღის განმავლობაში. სრულიად ახალი ტალღა წამოვიდა შიგნით ევროპაში, უნგრეთითა და სერბეთის სამხედრო კავშირი. გაგიგიათ ეგა? აი არაფერი ამაში ის არ არის. ძალიან საინტერესო თემაა. ესეთი ავსტრო-უნგრეთის იმპერიის აღდგენის მომენტი უნგრეთმა ორბანმა აიღო თავის ახლა იმპერიას ისევ ვარქმევ, მაგრამ რაღაცა პრინციპებზე გაერთიანება. იმიტომ როცა იმედი აღარ აქვს ამ ქვეყნებს ბრიუსელის, როცა პარიზი და ბერლინი თავის თამაშს თამაშობენ და ამათ მეორე ხარისხოვნად თვლიან, უკვე სხვა ცენტრები იქნება თითქოს და ევროკავშირის გაერთიანებაში. ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩრდილოეთით რუსეთი გვყავთ, სამხრეთით თურქეთი, ეგერ ირანის პრობლემებია, მეზობლებთან გარკვეულწილად ესე იგი დასალაგებელი გვაქვს ბევრი რამ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ისე იქეთ კი რომ შიდობა შენარჩუნდეს. ეს მეხუთე კოლონად, რასაც თქვენ, წერტილი უნდა დაესვას. აი არ შეიძლება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ხო ვიცით, ვინ საიდან ფინანსირდება, რომელი არასამთავრობო საიდან ღებულობს ფონდს. ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი და კიდე სხვები გამოდიან და კიდე ეს ჭკუის მასწავლებელი რო დაგვინიშნეს ეს ქალბატონი ესტონეთის ისა მაია ისა ხო კაია კალასი გამოდის ჭკუას ყველა ჭკუის მასწავლებელები ვიყავს ყველა აბსოლუტურად და ყველას დამთავრებული აქვს რუსული უნივერსიტეტები ოდესღაც უმუშავიათ რუსეთში ოჯახის წევრებმა რუსეთში ძალიან დიდი ფული შოვეს და ჩვენ გვეუბნებიან რომ რუსეთუმეები და ამიტომ როგორი თემაა იცით აი ეგ რაღაცა შემოტანილი სლოგანი დაბრალების ეს არის ყველაფერი დაფინანსებული პიარ ტექნოლოგია სპეციალურ რომელთაც ადამიანებს აი ზომბირებას უკეთებენ და ზოგიერთი და არ ესმის რამდენიმე ახალგაზრდასთან მქონდა საუბარი და რამეს რუსეთი აი ის რაღაცნაირად აღტკინება აქვს ტვინს კი არ ჩართავენ აღტკინების დონეზე ხო მაგრამ მე მგონი უკვე სადღაც ბოლოსკენ მიდის ჯერ ერთი გაიშიფრა ყველაფერი ვინ ვისგან ფინანსდება კარგია რომ ფარა აი ზუსტად ამ ამერიკული პრინციპით მიიღეს და კარგი იყო თავიდანვე ამ პრინციპით ყოფილიყო თავიდანვე მე უთხარი მიიღეთ მეთქე მე შეცვალ თავიდანვე ფარა რო ყოფილიყო ამ რაღაცებს ბუდიში და სიტყვების ტრიალს წერტილი დაესმებოდა ჩვენ ერთი რამე გვაქვს ეხა ამაში ყველაფერში უნდა დავინახოთ ჩვენი სარგებელი ეხა ჩვენ დავიწყეთ იმ თემით რომ ტარიფები შემოდის და ასევე საუბრობთ რაღაც ახალ ტენდენციებს. ჩვენ გვაქვს შანსი გავიაროთ უფრო კარგად ეს კორიდორი. ძალიან მარტივად. ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხა უნდა იჯდეს და თვლიდეს, როგორ შევიდეთ ამერიკულ ბაზარში. ჩვენი 10%-იანი ტარიფით და 200%-იანი იმის საფრანგეთის ღვინის ტარიფი. შეადარე 10 და 200. მადლობა ლევან, ძალიან დიდი მადლობა. კარგია, გაითვალისწინონ ჩვენმა მეღვინეებმა. მივცეთ უნდა საშუალება რომ ჩვენ სამინისტრომა სხვათა შორის ძალიან წარმატებული და კარგი ადამიანები გვყავს ფინანსურ სფეროში, ministrებიც და რა ვიცი, მივესალმები ახალ როტაციასაც კარგია. უნდა და ეს გაწერონ და ეჭვმეპარები რომ ასე ხდება. ძალიან დიდი მადლობა. მე გემშვიდობებით მომავალ ორშაბათამდე.